საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. პირველ რიგში ყველა ნორმალურ ქართველს, ყველა მართლმადიდებელს მინდა მიულოცოს სვეტი ცხოვრება. ისევე უფალი თუ უშველის ჩვენ ქვეყანას და რწმენა თუ უშველის თუ არა, ამდენი შტერის და ამდენი მოღალატის ხელში საერთოდ სული როგორ გვიდგას, აგია საკითხავი, იმიტომ რომ ამ ქვეყანას ადამიანური აზროვნებით და ლოგიკით თავდაბოლოს ნამდვილად ვერავინ ვერ გაუგებს. გილოცავთ და როგორი მართლმადიდებლებიც ვიქნებით და როგორი ქრისტიანებიც ვიქნებით, ისეთი საქართველო გვექნება, ამაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ. ვარავდეთ მისი ძალა და მადლი ყველა მორწმუნე ადამიანს. ახლა რაც შეეხება დღევანდელ ამბავს, რომელიც ნამდვილად ალბათ ოქროს ასოებით იქნება ჩაწერილი საქართველოს უახლეს ისტორიაში და მე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ალბათ სოფლიო სამართლებრივ სივრცეში ადრე თუ გვიან პრეცედენტად იქნება გამოყენებული ეს ყველაფერი. აი ნამდვილად ვარ ამ ყველაფერში დარწმუნებული, იმიტომ რომ მე მსგავსი დონის სიბრძნე და მსგავსი დონის, რა ვიცი, ქმედება ნამდვილად არ გამიგია რა, არც ძველ და არც ახალ და უახლეს ისტორიაში მსოფლიო პოლიტიკის. მოკლედ, დღეს გამოაცხადეს ღმერთმა დალოცოს ბატონო ბიძინას ზოოპარკმა, ქოცებმა, რომ თურმე ესე იგი მთელი პრობლემა რაშიც არსებობდა მთელი ამ ხნის მანძილზე და ეს იყო ნაციონალური მოძრაობის გასამართლება, ეს პრობლემა თურმე მოგვარებული არის, თურმე აი სულ მალე სარჩელით შევა სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოში და იქნება შემდეგნაირად ეს სამართლებრივი საკითხი მოგვარებული. თურმე ნაციონალური მოძრაობა იქნება გასამართლებული მათ წევრებს, ესე იგი თურმე აეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა, ასევე ნაცების ანასკლეტი პარტიებიც ასევე იქნებიან თურმე გაუქმებული და თავარი მათი სასჯელი იქნება, რომ მათი წევრები და მათი ანასხლეტები ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ხალხო, აზრზე ხართ? ამხელა სასჯელი გამოუტანეს ნაციონალურ მოძრაობას და იმ სისხლიან დამნაშავე რეჟიმს, რომელიც კლავდა, წვავდა, ყიდიდა, აუპატიურებდა, ქონებას ახევდა. აი ამ ძალას, რომელსაც 2012 წლიდან, აი მე-13 წლის თავი არის ახლა დიდი ქოცობის და ეს სასჯელი გამოუტანეს ხალხო. რომ თურმე ნაციონალური მოძრაობის სასჯელი იქნება და მასთან დაკავშირებული პირების, რომ ისინი იქნებიან გასამართლებული და მათ აეკრძალებათ, თორსორად როგორ იცით, აი გასამართლებულიც არ ქვია, ამას ექნება კოლექტიური პასუხისმგებლობა ერისა და ქვეყნის წინაშე, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების, მკვლელობების, სამშობლოს ღალატის, გაუპატიურების და სხვა უამრავი უბედურებების ნაცვლად, მათი ამოსავალი წერტილი იქნება თურმე, რომ მათ არ ექნებათ უფლება არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა. მე არ ვიცი, სიმართლე გითხრა, ვერ ვხვდები, არ მაქვს მაგხელა მაგდონის განათლება. მე მგონი ძალიან კაცრი არის ესეც. ბატონო ბიძინა, ბატონო ქოცებო, ასე მკაცრათაც არ შეიძლება რომ დასაჯოთ ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ რა ვიცი, აბა მეტი ჰუმანური რაღაცა ვერ მოიფიქრეთ? აი ხალხო, უბრალოდ თვალები დახუჭეთ, ვისაც გახსოვთ 2012 წელი, ვისაც გახსოვთ იმ პერიოდის მოვლენები, როდესაც ქოცები მოდიოდნენ და აი რომელიმე შავ, აი ავსიზმარში თუ წარმოიდგენდა, რომ ნაციონალური მოძრაობის სასჯელი
იქნებოდა და მათთან აფილირებული პირები ვინც არიან, მათი სასჯელი იქნებოდა, რომ მათ პოლიტიკაში ჩართვის უფლება ექნებოდათ აკრძალული. ესა ქოცურის სამართალი, ესა ბიძინა ივანიშვილის სამართალი და ეხლა მე მინდა ყველაზე დიდი ქოცი გამპრავებელი ვინც გამოვა და ვინც იტყვის, რომ ქართულმა ოცნებამ დანაპირები შეასრულა და ჩვენ ავკრძალეთ ნაციონალური მოძრაობა და რაც შევპირდით ხალხს. შენი თამადობით, ამ იდეის ავტორის თამადობით ყველას დედას შევეცი, ვისთვისაც ეს ყველაფერი მისაღებია, ვისთვისაც ეს ყველაფერი არის ნორმალური, ვინც თulis რომ ნაციონალური მოძრაობა თურმე ამ სასჯელს იმსახურებდა და თურმე ეს ყველაფერი არის შეფარდება იმ ყველაფრის, რაც 9 წლის მანძილზე ნაციონალურმა მოძრაობამ გაუკეთა საქართველოს, ქართველებს, საერთოდ საქართველოს მოსახლეობას, განურჩევნად ეთნიკური ნიშნისა და ასე შემდეგ. ხო. და ყველას დედა შევეცი, სიმართლე გითხრათ, არა აქვს მნიშვნელობა ეს მაღალი დონის ჩინოვნიკი იქნება თუ დაბალი დონის ჩინოვნიკი იქნება თუ რიგითი ქოცი იქნება, ვინც იმას იტყვის, რომ ეს არის საკმარისი და ვინც იმას იტყვის, რომ დიახ, ქართულმა ოცნებამ შეასრულა თავისი დანაპირები და ნაციონალური მოძრაობა გაასამართლა. ახლა მე მიჩნდება უბრალოდ ერთი კითხვა მიჩნდება იმ ნაცებს, რომლებიც ქოცებში არიან პორტირებულები კოჰაბიტაციის მადლიდან გამომდინარე, უამრავია ასეთი, ალბათ 60-70% ალბათ დღევანდელი ქოცის ეგრეთ წოდებული ბექგრაუნდით არიან წარმოშობილი, რომლებიც ნაცმოძრაობის წევრები იყვნენ. მე მაქვს ერთი კითხვა. ამ თქვენ ბოზიშვილ ემას რა ქვია პარტიის წევრებს თუ მთავრობის წევრებს თუ ადამიანებს რომლებიც სახელმწიფო აპარატში არიან დღეს და აგრძელებენ მუშაობას, შორს რო არ წავიდე, იცი, რაღაცას რო არ მოვედო და მივედო, მაგალითად ნათია თურქნავა. თურნავა, ხო? ნათია თურქნავა. ვანო ჩხარტიშვილის გამონაცვალი განდონი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ნაციონალური მოძრაობის გამონაცვალი ნიფხავი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვინმე არ დამიწყოს, ახლა ქალია და როგორ ისევ ლაპარაკობ, მოღალატეს, არც სქესი აქვს და არც ეროვნება აქვს და პირში მაქვს ნათქვამი, რომ არის მოღალატე სხვებთან ერთად. მე მაქვს ერთი ელემენტარული კითხვა. დღეს ეს ბოზიშვილი ქალი არის იმის რა ქვია ეროვნული ბანკის მე მგონი დირექტორი. და მე მაინტერესებს ეგეთი კითხვა, ქალი რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი შემომწირველი, რომელმაც 2012 წელს ესა რა ქვია ნაციონალური მოძრაობა შეწირა 45,000 თუ 40,000, არ ვიცი ახლა ზუსტად, ეს რაც ღიად იქნა დაფიქსირებული. ამ თქვენ ბოზიშვილ წევრებს, რომელიც ნაციონალური მოძრაობასთან იყვნენ კავშირში, ჰქონდათ პოლიტიკური ფესვები, ნაციონალების ტრაკებიდან მოზრუებოდა და ასე შემდეგ, ამ ხალხს ახლა რას უპირებთ? ეს როგორ იქნება? ამათი საქმე როგორ იქნება, მართლა მაინტერესებს. ხალხი რომლებიც იყვნენ ნაცები და მე ქოჩობის წყალი რო გადაივლეს და ეს ამ ხალხზე ალბათ არ გავრცელდება ეს კანონი, იმიტომ რომ გაქოცდნენ, იმიტომ რომ მოინანიეს ჩადენილი დანაშაულებები თუ რაში იქნება საქმე. და ისევ ეს, მაგალითად ბოკერიაზე და ჩერგოსტანზე, ჩერგონავტებზე ეს არ გავრცელდება ალბათ, ხო? იმიტომ რომ ისინი აღარ არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები და გაემიჯნენ მიშა სააკაშვილს, ხო? მართლა მაინტერესებს ერთი. მან დაუკვირდეთ, იცი, ბევრ რაღაცას. სხვათა შორის რა მაინტერესებს კიდე, იცით? მაინტერესებს ერთი მთავარი ნაცის მიხეილ სააკაშვილის შენახვა რა უჯდება ყოველწლიურად და ყოველდღიურად უფრო სწორად ქართულ ოცნებას, ხელისუფლებას, რომელიც იმას რა ქვია, ამ დანაშაულებრივი რეჟიმის მამას დღეს ინახავს ხელის გულზე იმაში რა ქვია
მივამეჩი. ანუ მიშა აწიკიდეთ რომ გამოვიდეს, მიშას არ ექნება იმის უფლება, რა ქვია, არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ხო? ბიჭო, ვიდან ხართ? აი მესმის იმ კატეგორია ადამიანებისაც მესმის რომ ისე არიან შეშინებული და ისე ეშინიათ ამ ყველაფრის რომ ვაი და ნაცები არ მოbrunდნენ და ვაი და ეს არ იყოს და ბიზინა იყოს ამის გამო და ჯანდაბა იყოს და ოხრობა იყოს ათო გინდა ვინც გინდა ის იყოს ოღონ მიშა არ მოbrunდა ბიჭო აი გეკითხებით თქვენ ხართ ვინმე არის ამ ყველაფრით აი ამ სამართლით კმაყოფილი ვინმე არის ვინმე ხართ ამით კმაყოფილები? მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ მე ვიცი როგორ ხდებოდა გასამართლება დამნაშავე რეჟიმებით, რომელმაც საკუთარ ერს გენოციდი მოუწყვეს. როგორც შორს წარსულში, ასევე არც ისე ევროპის უახლეს ისტორიაში. აი მაგალითად, ჩაუშესკუ, რომელიც იქნა აღიარებული საკუთარი ერის მოღალატედ ტრათ და საკუთარი ერის მიმართ გენოციდის მომწყობად, გამოიყვანეს მის ცოლთან ერთად, წაუკითხეს განაჩენი, გაურჩიეს 2-3 საათი დაჭირდა, ბევრი ლაპარაკი არ დაჭირვებია მაგ ყველაფერს და ხელებიც კი არ გაუხსნეს, ისე დახვრიტეს. და ეს იყო პიროვნების და მისი, ასე რომ ვთქვათ, თანამეცხედრის ყველაზე დიდი კოჰაბიტაცია ერიდან და აღსრულებული სამართალი. ახლა ნიურნბერგის პროცესი მსოფლიო ავიცი მან მოაწყო და გასაგებია აი როგორ მახსოვს რო ყავთ ნინო წილოსანი ნიურნბერგის პროცესს მოვაწყობ. ნიურნბერგის პროცესიო უნდა მოვაწყო. ეგია ქალბატონო ესა რა ქვია ნინო ნიურნბერგის პროცესი, ამას ეძახით თქვენ ქართულ ნიურნბერგს. და ვისაც ეს სამართალი, აი, ვისაც ეს ყველაფერი სამართლიანობად მიგაჩნიათ, სამართლად მიგაჩნიათ, ქართველი ერის მიმართ ჩადენილი დანაშაულებები თურმე უნდა შეფასდეს იმით, რომ ამა თუ იმ პარტიის წევრებმა ვერ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, აი თქვენ დედას შევეცის უყველასაც რა. აი თქვენ დედას შევეცი რა და აი ვისაც ეს თავში მოუვიდა იმის თამადობით, მოგიტყანთ ის კომისია, რომელი კომისიაც ცირკის მეტი, დაცინვის მეტი, გაფარჩაკების მეტი საკუთარი ხალხის, ხო? არაფერი არ იყო. არაფერი არ იყო, აი ეს იყო უბრალოდ დაცინვა, რომ ჩააფურთხეს ხალხს სულში. ელემენტარული აიღეთ საცოდავით სინდელიანის დედა მოიყვანეს, გაახსენეს ის ტრაგედიები, ის უბედურებები, რაც მის შვილს და მის ოჯახს გადახდა თავს თავში ტყვია დააჭედეს, ვაში ჩააგდეს თევზების საჯიჯგნად. იგივე თუ გინდათ ქარდავას შვილები მოიყვანეს და მესამე დღეს, ასე რომ ვთქვათ, უბრალოდ ერთ კვირაში ქარდავას და სინდელიანის მკვლელების შამათავა გარეთ გამოუშვეს. და ეს ყოფილა თურმე ქართული სამართალი და მათი მთავარი დანაშაული ახლა თურმე ის ყოფილა რომ ისინი ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. აი ქოცებო თქვენი დედას შევეცი აი ამ დაცინვის გამო, აი ამ სულში ჩაფურთხების გამო, ქართველი ერის მიმართ აი ესეთი ზიზღის, ასეთი ცინიზმის დამოკიდებულების გამო, რამდენი ნაცი არის თქვენ პარტიაში იმდენჯერ შევეცი დედა თქვენებს. არ მინდა გინება თქვა ვიძახი, მაგრამ რომ ახლა მეტი სხვა სიტყვა არ მეძებნება ახლა თქვენთან ამის მომფიქრებელთან და ამით ნაციონალური მოძრაობის შემფასებელთან მე სხვა არანაირი სარამ აქვს და მე მიყვარს სხვათა შორის იმ ადამიანების, რომელი ადამიანებსაც ეხლა გამოიყვანენ ალბათ იმას რა ქვია შვილმკვდარ დედებს და მამებს, რომლებიც ძალიან ქოცების მხარდამჭერები არიან და მადლობა ბატონ ბიძინას რომ ის იქნა რა ქვია გასამართლდა რეჟიმი, ღმერთმა დაალოცოს. ამდენი სიკეთე გააკეთა. გაიხარ. მეც გილოცავთ.
მეც გილოცავთ და იმას ვისურვებდი, რომ უფალმა ღმერთმა, კაცი არა ამ ქვეყნის პატრონი, უფლის მადლმა, უფლის ძალამ გაათახსიროს ყველა ეს წყეული და ეს გადაგვარებული ნაცი და ქოცი საქართველოსთან ისი ამოძირკოს, რომ მათი სახსენებელი არ ქონოდეს და რასაც იმსახურებენ. ღმერთისგან რომ მიიღებენ ადრე თუ გვიან თავის დამპალი ჯიჯილაგიან, თამაში ეჭვი არ მეპარება, ეხა უფლის სამართალს ვერავინ დამალულა და ხალხს გონია რომ ეს ნელ-ნელა მოხდება, მაგრამ აუცილებლად მოხდება ეს. ვისურვებდი, რომ ისე დაჩქარებული იყოს, რომ ყველა ნაციონალური მოძრაობის გამწარებული რეჟიმის და მე ქონციონალური რეჟიმის დაცინულ სულში ჩაფურთხებულ ადამიანებს ყველას ენახა. თუ რას ნიშნავს ნაცობა და რას ნიშნავს მე ქოცობა უფლის მიმართ, ერის მიმართ და ქვეყნის მიმართ ჩადენილი დანაშაულებების გამო. აი ეს ხალხი ხართ თქვენ. ეს ხალხი ხართ თქვენ. ხო ახლა მე ერთ ვიტყვის, მაგრამ ქართველები რო არ არიან, ამას რა თქმა უნდა ლაპარაკი ახლა მე არ დავკონკრეტდები. ქართველის გარდა ყველა 1000 ჯიშის ფალოსით ნაკეთები ხალხი არიან, ნაცები და ქოცები. აი ქართველი არც ერთი არა. აი თქვენერი ქართველების დედა შევეცი კიდე თუსადმია რა. აი ესეთი სამართალი რო გაგაჩნიათ და ესეთი დამოკიდებულება ვისაც გააჩნია, აი ყველას გეუბნებით რა. ხო. ეს არის არათუ დაცინვა, არათუ სულში ჩაფურთხება. ეს ახლა წარმოიდგინეთ როგორა, იცით? აი ხა რო ჩატარებული იყო ნიურნბერგის რა ქვია, მწოვი ახალს რო ეკერა ენაზე ნიურნბერგის პროცესს ვატარებთ, ნიურნბერგის პროცესი უნდა ჩავატაროთ და გავასამართლოთ, ჩვენ უნდა გავასამართლოთ ნაციონალური მოძრაობა. როდესაც ამბობენ ჩვენ უნდა გავასამართლოთ ნაციონალური მოძრაობა, ეს მინეჩიც ახალი რო იძახოდა. ეს არის წარმოიდგინეთ, რომ ნიურნბერგის პროცესის დროს ესე იგი ნაცის დამნაშავეებისთვის სიკვდილი დასჯა და ესა რა ქვია ჩამოხრჩობა და მსგავსი რაღაცეები კი არ მიესაჯა. უი, ჩემო კარგებო, თქვენ ჩვენო რაც მოახდინეთ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულიო და რაც თქვენო გერმანიის შიგნით თუ გერმანიის გარეთ ხალხი გაამწარეთო, ამის გამო უბრალოდო არჩევნებში მონაწილეობასო აგიგრძალავთო რა. ეგ იქნებოდა თანაფარდობა და შეფარდება, თუ ეს ნორმალური იქნებოდა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ამათი გამოტანილი ესეთი და ეს ახლა როდესაც თქვენს რომ საკონსტიტუციაში ვინა მთელი საბოზეთი ქოცები საკონსტიტუციაში ყია. ისე სხვათა შორის ხო საკონსტიტუციოს მოსამართლე ირინა მეც რა გვარია მახსენდება გენერალი ქალი გენერალი როა მაგის ნაცების დროს უმაღლეს თანამდებობებზე იყო და მაგ ახლა მის თავს გეისამართლებს თუ მაგ მექანიზმი გექნება თქვენ კარგად დახვეწილი ვისაც თქვენ ჩათვლით ნაცია და ის იქნება გასამართლებული ვისაც თქვენ არ ჩათვლით ის არ იქნება. აი ეს არის ქოცური სამართალი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების პატრიოტიზმი, სიყვარული, დაფასება საკუთარი ერის და საკუთარი ხალხის მიმართ. ვინც ხართ ახლა ამით კმაყოფილი, თუ ვინმე ხართ ერთი ადამიანი ახლა ამ ვიდეოს მე TikTok-ზეც დავდებ, YouTube-ზეც დავდებ და აი მაინტერესებს თუ ვინმე ერთი ადამიანი ხართ კმაყოფილი ამ ყველაფერ ნაცებზე არა მაქვს ყველა ლაპარაკი. ნაცებისთვის ეს დედამოწყნული ბიძინა ივანიშვილი თავარი შემოქმედი მამა არის, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა იყო, როდესაც მათ შეუქმნა აბსოლუტურად ყველაფერი სიკეთე, ჯერ თავის დროზე ვარდების რევოლუციას ბიძინა ივანიშვილის ფულით მოხდა და მისი მხარდაჭერით მოხდა, აღარ ჩამოყვები ახლა მინისტრების დაფინანსება იქნება, პრეზიდენტის დაფინანსება იქნება, პრეზიდენტის ცოლის დაფინანსება იქნება. აი ჯალათების აღჭურვილობა ამასქნა იმასქნა ბიძინა ივანიშვილის ფულით მოხდა, რო არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი დიდ ყვერებს გააკეთებდა სააკაშვილი დიდ ყვერებს გააკეთებდა. ხო, იმ გზასაც ვერ დააგებდა და იმ იმასაც, რა ქვია, პოლიციელსაც ტყვიას და იარაღს და ფორმას ვერ მიცემდა.
ეს იმ პერიოდში. მერე მომდევნო პერიოდში, როდესაც უკვე უშუალოდ ბიძინა მოვიდა სათავეში, ბიძინამ გამოაცხადა, რომ საქმე იმაშია, რომ ამ დამნაშავეებს არ შეიძლება ჩვენ ხელი მოვკიდოთ, ჩვენ პარტნიორებს ამის გაგება არ უნდათ, ესაა კოჰაბიტაცია და გადაეფარა კრუხი როგორც ციცილებს გადაეფარება, როგორც ხალხიდან ასემიდან და ახლა მესამე პროცესი, რომელიც უკვე დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს ნაცმოძის ნაციონალური მოძრაობის არსებობის შესახებ საქართველოს ისტორიაში, თურმე ნაციონალური მოძრაობა ჩემოკარგებო იმსახურებს იმ სასჯელს, რომ ისინი ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. აი ეს ყოფილა ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების დაპირება და სამართალი 2012 წლიდან დღევანდელ დღემდე. ხო და ძალიან დიდი ბოდიში თქვენთან ამდენი ბილდსიტყვაობით ამ სვეტიცხოვლობა დღეს, მაგრამ არ შემიძლია მე კოჰაბიტაციობა და ამნაირ რაღაცები. აი ვინც ამ ყველაფერს მხარი დაუჭირა, ვინც ამ ყველაფერს ეთანხმება, ვინც ეს ყველაფერი შექმნა, ვინც ეს ყველაფერი ქართველ ერს, ქართულ საზოგადოებას თავს მოახვია და განაჩენად გამოუტანა და დაუდო, ჯერ იმას დედა შევეცის უყველასას. და მერე მაგათი ეს საქციელი ვინც მოიწონოს, იმას მოუტყან გამზდელი და იმის დედა შევეცი კიდევ ვინც იტყვის ბიძინა ივანიშვილმაო ნაციონალური მოძრაობა გაასამართლაო. ხო, ამ ყველაფერს არ ვიცი, ახლა ალბათ ხო, ახლა ერთი და იგივე ხალხია, თავიდანვე რო ვამბობთ, ბოლოშიც იგივეზე მივდივართ. ამას გააპროტესტებს ნანუკა ჟორჟოლიანი, ხო? ბიჭო, ვინც ნაცები, რომლებიც მართლა მამალი ნაციონალები იყვნენ, ხო, ისინი იმათ ეყოთ ჭკუა წლების მანძილზე, ზოგმა მაინც იყვირა ნაცობის მერე და კოჰაბიტაციის პერიოდში იგივე ვთქვათ დედამოწყნული ბაქრაძე, იგივე დედამოწყნული მაჭავარიანი, იგივე დედამოწყნული გოკა გაბაშვილი, იგივე ბოკერია, იგივე ეს მთელი ეს ნაბოზრები, ხო? ზოგი ან მისით გაქრენ ქართული პოლიტიკიდან. ან ზოგი ისე დარჩენ, გაიგე, აი გამправებლად და იმათ არც აქვს სურვილი უკან მობრუნების და ხელახლა პასუხისგებლობის აღებს. ახლა თქვენ გონიათ, რომ ამ ხალხს კიდე ხელახლა მობრუნება უნდათ? შეჭამეს, შესვეს, დედა მოუტყნეს, ქვეყანას გააფარჩაკეს, ყველაფერი გაათახსირეს. ხო და შერჩათ რა. აი ბიძინასნაირი და ქოცებისნაირი მოსამართლე გამოუვიდათ. რომელი ბიძინა და ქოცებიც მხოლოდ იმას გამოუტანენ სასჯელად, რომ ისინი არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ხო, ნუ ახლა მე მაგაზე უკვე საერთოდ არ ამაქვს ლაპარაკი, ეს ნაციონალი ხო რა ვიცი. ერქოციონალი მღვდელის დედაც მოუტყან და მე ნაციონალი მღვდელის დედაც მოუტყან. ახლა გინდა ასე დამიწყოს ვინმე ლაპარაკი და გინდა ისე დამიწყოს ლაპარაკი. მღვდელი უნდა იყოს არც ქოციონალი, არც ნაციონალი. მღვდელი უნდა იყოს ქრისტიანი და მართლმადიდებელი და მისი მოვალეობა არის, რომ მან ადგეს და აუხსნას ადამიანს რა არის ქრისტეს ცხოვრება, რა არის ჯულის კანონი, რა არის ბიბლია და ეს განათლება შეიტანოს საზოგადოებაში. და არა ის, რომ ბიძინა კაია თუ მიშა კაია თუ აგით ირბინოს და იქით ირბინოს. ყველას დედა შევეცი მაგაცას. მაგენი არც ერთი მღვდლები არ არის. მაგენი არა ჩვეულებრივი პროპაგანდონები ამის თუ იმის ჩაიწვეს ანაფორა და მაგნაირმა ჩათალახებმა გაანადგურეს ქართული ეკლესიის ავტორიტეტი, მაგათმა გაანადგურეს, მაგათი ხელით გაანადგურდა რწმენა, მაგათი იმით და ახლა გამოვა ვინმე მეტყვის და ამას როგორ ამბობ ბიჭო შენ სასულიერო პირზე. იმ სასულიერო პირის დედა შევეცი ბიჭას და ბიძინას გაუმარჯვესო, რომ დაიწყო სასულიერო პირის გარდა ყველაფერი არის ისე. კაცრავად. კიდე ბევრჯერ ვიგრძნობთ ქალბატონო დამცირებულად თავს. აი კიდე ბევრჯერ ვიგრძნობთ დამცირებულად თავს, იმიტომ რომ ჯერა იმ ზღაპრების, რომ ნაცი სხვა, ქოცი სხვა, ბიძინა თურმე მეცენატია
მიშა თურმე დამნაშავეა და სასჯელს იხდის და რო თურმე ესე ხდება და ესე ხდება. სხვა ბევრ საინტერესო თემებზე მინდა საუბარი, მაგრამ დღეს უბრალოდ სხვა თემაზე არ ვილაპარაკებ. ნამდვილად არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ღირს ეს თემა უბრალოდ იმათ, რომ სხვა თემას არ შევეხოთ. მე არ მინდა ესეთი ვერც საქართველოში ვიცხოვრებ და ვერც ასეთ სოციუმში ვიცხოვრებ, ნახდათ, რომელსაც ახლა რო უთხრა იმის მაგივრად რომ აჯანყდი, წამოდი და ერთის დედაც მოთყან და მეორეს დედაც მოთყან და რაღაცა ვქნა. ვაიმე რას ამბობ, კაცო, ომი ხო არა, მშვიდობა, ცოცხი არა, დუბინკა არა და მიშა მოგვაშორა და ღმერთმა დალოცოს ბატონო ბიძინა რა. ეს არის და ამას ვამბობდი ყოველთვის. რათაც მეტი ტრაქში შეუძრებით ქართულ ოცნებას, რათაც მეტი დაუწყებთ ძახილს იმას, რომ ღმერთმა დაგლოცოს ბიძინა და ეს რატო გააკეთეს ახლა, იცით? რატო გააკეთეს ახლა, იცით? არჩევნებში, გამოშტერებული ხალხიდან ვინც მივიდა 80% რა ვიცი 33 თუ 40% არ ამგონი 40% ყოფილიყო 33-34% იყო მისული არჩევნებზე ხალხის იმ 34%-ის 80% აიღეს და ჩათვალეს რომ კარგათაა საქმე ახლა და მათ შეუძლიათ ახლა განაჩენი გამოიტანონ მაგარი ქალია წულუკიანი მაგარი ქალია მე ვფიქრობ რომ მომავალი პრემიერი ეგ უნდა იყოს მაგარი ქალია რა სად ისწავლა მაინც ამ ქალმა ამდენი რა საიდან როგორ ისწავლა ამ ქალმა როგორ განათლდა ასე უკნიდან თავიდან სტრასბურგში ლიეჟში პარიზში მაგან გაანადგურა ნაციონალური მოძრაობა და კობახიძემ კიდე გაანადგურა ნაციონალური მოძრაობა, განადგურებული არის ნაციონალური მოძრაობა ყველანაირად, თუმცა აცალეთ ჯერ ცოტა დრო აკლია ჯერ კიდე განადგურებამდე ნაციონალურ მოძრაობას ალბათ, მაგრამ კიდე ვაჭრობა წავა. მე არ ჩამწეროთ მაქსიაში, მე ჩამწერეთ იმ სიაში. მე ამის დამფინანსებელი უნდა ვიყო, მე ამის დამფინანსებელი არ უნდა ვიყო. ვინმეს დაფინანსება უნდადეს საქართველოში და თურმე პრობლემა გამხდარა. მე უსურვებ ერთ რაღაცას, ყველა კოდს, ვისთვისაც, ვინც კოდობს და ვინც ამბობს, რომ მისაღებია ეკო, მე გისურვებთ, რომ თქვენი ცხოვრების მანძილზე. თქვენ ხო ქართველი ერი, საქართველო გაწირეთ, ასეთი ნაძირლური, ესეთი დამპალი სამართლისთვის და საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. მე გისურვებდით ერთს. ყველა კოცის, მისი შვილის, მისი ოჯახის წევრის, მისი საყვარელი ადამიანის სამართალი გარჩეული იყოს მურუსიძისნაირი მოსამართლის მიერ, როგორც იქნა გარჩეული გირგვლიანის ოჯახის საქმე და როგორც იქნა შეფასებული ნაციონალური მოძრაობის დანაშაული ქართველიერის მიმართ. ცხოვრებაში თქვენი ოჯახის და თქვენი საყვარელი ადამიანების მიმართ ყოფილიყოს ესეთი სამართალი დამდგარი ეს არის სარკისებრად ადეკვატური გამომდინარე იქედან რომ თქვენ ამბობთ რომ ეს არის თურმე სამართალი და სამართლიანობა. მოგიტყანთ სამართლიანობა რა და მასეთი სიმართლით გევლოთ თელი თქვენი ცხოვრება რა. ხო. ვინც მე ამაში გამამტყუნებს კიდე მის დედას შევეცი წაღმაუგუღმა. მორჩა დამთავრდა. ამის თქვა მინდოდა თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაგაჩნიათ დამისვით ბატონო და თუ რამეს არასწორს ვლაპარაკობთ და თუ რამე ზედმეტს ვამატებთ და თუ ზედმეტს ვაბრალებ ამათ მითხარით და აგერა ხარ თქვენ და აგერა ვარ მე. არ ვიცი. მე უბრალოდ უკვე დიდი ხანია სიმართლე გითხრა თავს ნამდვილად არ წარმოვიდგენ იმ სოციუმის წევრად, რომელსაც ქართული საზოგადოება ქვია, რომელსაც ქართულ საზოგადოებას ეძახიან საშუალო სტატისტიკური ქართველი, რომელიც გამოკითხვებში ღებულობს მონაწილეობას და რომელიც ამბობს, რომ ესა რა ქვია რაღაცა პოლიტიკის ესმის და რაღაცაში ნამდვილად არ თვლით ჩემ თავს, იმიტომ რომ ესა უბრალოდ დასირებული, გამოკლევებული მასა და საქართველოში ქართული საზოგადოება და ქართული სოციუმი უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ მე ჩემ თავზე ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ მე მწვენია, მე არ მწვენია, იმიტომ რომ
ეს არ არის ქართველი ადამიანის ჩადენილი, ეს არის ივანაშვილი ბიძგვინას, მისი ზოოპარკის ჩადენილი და მისი დედამოწყნული საზოგადოების, რომელიც ყველაფერში ლოცავს, ამართლებს, ტრაქზე ხელს უსვამს და ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინაო, ისო რა ქვია, ასეთიო მაგარი სამართალიო და ასეთი სამართლიანობაო დაგვიმკვიდრ. მორჩა. მეც მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ არის ეს ქვეყანა არც ლეგიტიმური ხელისუფლება არის, ეს არც რა ქვია, სამართლე, რა ვიცი, ხო შეიძლება კი ბატონო იყოს დე ფაქტო რეჟიმი არსებობდეს, ხო? დე ფაქტო რეჟიმი, ესენი ლეგიტიმური ხელისუფლებები არც ერთი არ არიან. ხო შეიძლება იმ დე ფაქტო რეჟიმშიც იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც ცდილობდეს მისი ერისთვის, მისი ხალხისთვის რაღაცა კარგს. ბიჭო, როსტომ ხანი რწმენით, თესლით ქართველი, მაგრამ რწმენით და აღზრდით სპარსი იყო და საქართველოს იმდენი სიკეთეები გაუკეთა და ისე გადაარჩინა. ზვიად შხარტიშვილი, შენ დედას ჩავთხარე წაღმაუგუღმა კოჰაბიტაციაში ბატონო ზვიად. გაიგე? შენ მოგიტყან დედის მუტელი, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. უკაცრავად საზოგადოებასთან, რომ მემაგინებ. რო არ გისარგებლია, კაბიკი არა, ტრაქში რო ხარ, შემძრალი და შენაირი ყლეების დამსახურება რო არის, ეს ქვეყანა ასე იყოს, მაგიტო მოგიტყან გამზდელი, საგინებელი ხარ და გაგინდა. გაგინდა. აი იმდენი შენ დედას შევეცი, შენგან განსხვავებით რამდენიმე მართლა მაგას ვიბრძოდი და აქედანაც ვიბრძოდი ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ერის სიკეთისთვის და რამდენად ჩემი იდეა სხვა არაფერი არა და შენაირი დედარძე მოწყნული ხოცების დედა შევეცი. წაღმა უკუღმა. პიკი ფული არ მიუღია ბიძინადან. ეყოლება ვინც ახლა ოჯახის წევრი სასხა შეგდებული ან რაცა ტენდერი ექნება მოგებული და მადლობელია და რატო აგინებ? შენ დედა შეცა გამწარებულმა ქართველობამ სულ ყველა. და შენაირების სირიეს გამომივიდა აქ ეს მაგარი ვაშკაცი ქოცი კაპიტი არ მიუღია ბიძინათან აბა რა მოგწონს შედედა მოწყნულო ბიძინას ჭუა მოგწონს განათლება მოგწონს სამშობლოს მიმართ დამოკიდებულება მოგწონს მის მიერ მართული სახელმწიფო მოგწონს თუ რა მოგწონს შენ დედა შევეცი რა აქვს მოსაწონი და შენაირების უყველასას. ვინც მე შემაგინებს კიდე. მაგ ვიყავი და ერთ ადგილას მკბენდით, მთელი საქოცეთი დედის პირს გაფარებდით და პირდაპირ გეუბნებოდით იმ თქვენ ბუნაგში, რომელსაც პარლამენტს ეძახით, რომ არაკაცები ხართ და თქვენ დედა შევეცი და მოღალატეები ხართ, გეუბნებოდით და ჩამდით ერთ ადგილს და აქავარ ხო ვერ მომჭამთ და ჩამოვალ და არ მიყბინოთ ერთ ადგილას რა კიდე რა. წადი შეყლეო შენაირები რომ კაცობაზე დადებენ თავს მოგიტყან გამზდელი და აქეთ რო შეგიხები ამერ დაყლეებულებზე დგას ახლა ბიძინა ივანიშვილი და მაგათი ქოცობა ხვერი მიდი სკრინი ამეიღი ახლა და მიიტანე პარტიაში რომ ჩვენ ლანძღვაშიო მივიტანეთო ეს აბა სხვა შემოძმაო იოსებ მე მეტი არაფერი მაინტერესებს ქვეყანაში სამართალი და სამართლებრივი სიტუაცია ვინც ამართლებს იმას რომ ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ სიმართლით და სამართლიანობით განსაჯა 2012 წლიდან დღევანდელ დღემდე და ჯის ქართველი ერის ბედს ყველას დედა შევეცი წაღმაუგუღმა რა ვინც თulis და ვინც ამბობს ხო ასიაო საჭიროა რა უქნა თუ ახლა უმეტი გზა რა უხსენიან წოვია ახლა ამას რატო აგინებ ოპერადულში რატო გადადიღარ რატო უნდა დაუბლოკო ხალბატონო აი ესეთი ნაგავი ხალხი არიან ამათი მხარდამჭერები და ესეთი ნაგვები არიან თავს რომ დღეს პატრიოტობად წარმოადგენენ ამათ თამოყარეობა სად აქვს ამას ზნეობა სად აქვს ამათ მორალი სად აქვს გუშინდელი ქოცი ოლეოლას რო უმღეროდა და დედის პროჩს აგინებდა თავზე დღეს პარტიაში ყავთ და დეპუტატი ყავთ და 100-ია საჭიროა გეუბნებიან და ეხლა მე ამ დედამოწყნულის და ამდენი დედამოწყნულების რა უნდა იმას რა ქვია რა აზრი უნდა მივიღო რამეთ
ამ ჩემს ფეხებს რა შეგეწეროთ ვისაც გინდათ გასა. მაინტერესებს. მაშინ მოდი შენ დედა შევეცი მე და რაც მე პირადად დამიშავა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ და მაგათმა გატარებულმა პოლიტიკამ და რაც ჩემი ოჯახის და ჩემი ახლობლების მიმართებაში იქნა, მოდი შენ დედა შევეცი და აგე პასუხი მის მაგივრად. მოდი. და აიღე პასუხისგებლობა იმაზე, რაც მოხდა, ამდენ უსამართლობაზე, ამდენ უსინდისობაზე, ქართველი ერის სულში ჩაფურთხებაზე და ასე შემდეგ. შენ დედა შევეცი რა, ამნაირ შენაირი ქართველების დედა შევეცი კიდე თუ სადმე არის. არ ვიშლი ნევრბებს, ვიცი, ბევრი ნახავს და მინდა აი ამ ბევრ ნანახა ესე. ვითომ რო კოცები არ არიან, ამ დროს ესე ჩაჯმული ლატენტური კოცები რო არიან, აი ყველას უთხრა თქვენი დედა შევეცი ერთი მეორის მიყოლებით, რა მოგიტყანთ გამზდელი, ბიძინა ზებრები ხართ და პინგვინები ხართ და ისინი ხართ და ესე გამოსირებული ივანაშვილის ზოოპარკი ხართ. ერთი ებრაელის მონახართ ყველა. всё. და მეუნებით რომ ესაო, ეს ოქროსხანაო საქართველოსთვის. იმასაც ვერ ბედავენ, რომ ბიჭო, აი, კი მართალია ამ რეჟიმის ხარდამჭერი და ისა ვარ, მაგრამ ეს არ უნდა გაგეკეთებიან, ეს არ უნდა გექნათ, არ ვარ მე ამის თანახმა, არ ვარ მე ამის მე ამას კოჰაბიტაცია არ ამირჩევია, არ ვეთანხმები ამ პოლიტიკურ ნაბიჯს, ან რაღაცა, ასეთი რაღაცა, რო თქვა ამის თქვის ტრაკი არა აქვს რა. ამის თქვის ტრაკი არა აქვს. იმიტომ რომ ჩმორად არიან, სირად არიან დაბადებული და იციან თავისი მონური დამპალი ჯიში, რომ სულ უნდა აქონდა ლანძღოლისა თავისი ბატონი და ყველამ თავისი გამოსვლა უნდა დაიწყოს. დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინი. ფუი თქვენ გამზდელი დედა შევეცი. კარგი, დაგემშვიდობებით, უსურვოთ ჩვენ ნაკრებს წარმატება და იმედია ფეხბურთით მაინც გავიხარებთ ამ საღამოს და ამ სვეტიცხოვლობა დღეს აი ბუზიშვილებს დღეს ალბათ იქნებოდა იმაში ცხეთაში იქნებოდნენ ალბათ ყობახიძე და ეს მთელი სანაგვე და დიდი კელაპტრები ექნებოდა ხელში დაკავებული და ილოცებდნენ ალბათ მთელი კოცობა დიდი ქრისტიანი ხალხი დიდი მიმტევებელი ხალხი ილოცებდნენ ალბათ ერისა და ქვეყნის წინაშე და მეორე ხელით ამას მოაწერდნენ ხელს კოჰაბიტაციაში თქვენი მახინჯი არაკაცი დედას შევეცი თქვენ მაგცია დედა მოყ აი კარგად სანდებოდეთ